ტრაგიკულ შემთხვევაზე, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლად ძიება დაიწყო, ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა ქართული კანონმდებლობით 3 და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი პაგებისა და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის დამაკავშირებელი ხიდიდან გადახტდნენ. არსებული ინფორმაციით თოკი გაწყდა. ექსტრემალური გართობის ორგანიზატორი კომპანიის დირექტორი ცნობილი მთავსვლის ბიძნა გუჯაბიძის შვილი ირაკლი გუჯაბიძეა. მიმდინარეობს ექსპერტიზა, ეს პროცესი და ყველაფერი მალე ცხადი იქნება, მალე და ჩვენ მე პირადად ვთქვათ მორალურ პასუხისმგებლობას ვიღებ და ყოველგვარი პასუხისმგებლობისათვის მზარდა ვართ. ყველაფერი ესე ვთქვათ საფრთხეების ნორმების დაცვით იყო. სამწუხაროდ უბედური შემთხვევა იყო და რაღაც დეტალმა გვიმტკინა, რომელსაც ექსპერტიზა დაადგინეს. საქართველოს პრეზიდენტი როუპ ჯამპინგის დროს ორი ახალგაზრდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებს ოფიციალური განცხადებით უსამძიმრებს. მიხეილ სააკაშვილის სამძიმრის განცხადება პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. Შეძრწუნებული ვარ იმ ტრაგედიით, რომელიც გუშინ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მოხდა. ორი ახალგაზრდა საბედის წეროს შემთხვევამ იმსხვერპლა. 23 წლის მარიამ ყანდაშვილისა და 25 წლის გოგა გოლეთიანის სიცოცხლე მოულოდნელად შეწყდა მაშინ, როდესაც ცხოვრების დიდ გზაზე უნდა აედგათ ფეხი. ძნელია მოძებნო სიტყვები იმ წარმოუდგენელი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელიც მათ ოჯახებს შემზარავმა ტრაგედიამ დაატეხა თავს. ამ მძიმე წუთებში მინდა ღრმა მწუხარება გამოთქვა და თანავუგრძნო მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. მიიღეთ ჩემი